ხმაურიანი აქციებისა და შეხვედრების შემდეგ განათლების მინისტრმა დღეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის გაგრძელება უფასოდ ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ სექტორში შესთავაზა. მინისტრის განცხადებით, აგრარული სექტორი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სრულად იქნება აღჭურვილი და იმ შემთხვევაში, თუ აგრარული უნივერსიტეტი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოვა, სტუდენტებს სწავლის გაგრძელება ტექნიკურ უნივერსიტეტში შეეძლებათ. გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებს პოლიტიკური მძევლებიც უწოდა. იმ შემთხვევაში, თუ აგრარული უნივერსიტეტის იდეოლოგია იქნება მიმართული იქეთკენ, რომ არაფრის დიდებით არ განახორციელოს სახელმწიფო ვალდებულებები და მარტივად არ შეცვალოს ის წესდება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და ამავე დროს ძევლებად გამოიყენოს სტუდენტები, აქ იქნება ძალიან სერიოზული ბაზა იმისთვის, რომ მიიღოს და უფასოდ ასწავლოს ამ სტუდენტებს. მინისტრის განცხადებას დღის ბოლოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გამოეხმაურა. ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის შეთავაზება ილუზიაა, რადგან მისი თქმით ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული სექტორის სრულყოფილად ჩამოყალიბება 3 თვეში ვერ მოხდება. მინისტრის შეთავაზებას უპასუხეს სტუდენტებმაც. ისინი უარს ამბობენ ტექნიკურ უნივერსიტეტში გადასვლაზე და კვლავ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის აღდგენას მოითხოვენ. ეხლა თუ გპ-ში უცბად შეიქმნა ეგეთი სკოლა, ესაა პროფანაცია. ერთ დღეში, ერთ კვირაში, ერთ თვეში ვერ შეიქმნება ვერავითარი აგრარული სკოლა, თუ ფაკულტეტი ვერ შეიქმნება, შეუძლებელია ამის გაკეთება ერთ თვეში. თუნდაც იმიტომ, რომ მარტო კონკურსი რო გამოაცხადო და პროფესორები აიყვანო, ამის უჭირდება 2 თვე. ჩვენ აქ უკეთესი პირობები გვაქვს და გვინდა გავაგრძელოთ აქ სწავლა. გულისხმიერება გამოგეჩინათ მაშინ, როდესაც ჩვენ გთხოვდით, სანამ კომისია შეიკრიბებოდა. არანაირად არ ვეთანხმებით მინისტრის გადაწყვეტილებას. აგრარული უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი დღესდღეობით საქართველოში და არანაირად არ მივიღებთ მის შემოთავაზებას, რომ გადავიდეთ სიტყვაზე გპ-ში თუ ის გახსნის ახალ ფაკულტეტს. დღესვე აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლებლის დამფუძნებელსა და ლექტორებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ელჩებით შეხვდნენ. მათ შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც ბენდუქიძემ განაცხადა, შეხვედრაზე მათ მიმდინარე მოვლენებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ხადე ისინი ვერ გააკეთებდნენ ახალ კომენტარს, იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩარევათ კონკრეტულ კამათში, მაგრამ ჩვენ მათ დეტალურად გავაცანით რა ხდება, როგორ ხდება. მათ შორის ამერიკის საელჩოს ჰქონდა ინფორმაცია სამინისტროდან, ვინაიდან ძალიან შეწუხებულები არიან. და ნახავთ ახლა ჩვენი მიზანი იყო ინფორმაციული და ამ მიზანს მივახციეთ. აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. ბიძინა ივანიშვილმა სტუდენტებს მოუწოდა კონკრეტული პირების იდეოლოგიას არ ახვნენ. მან მისი გუნდის წევრებიც გააკრიტიკა განათლების მინისტრისათვის მხარდაჭერის არ გამოცხადებისათვის. მე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა და თხოვნას თუგნებათ იმ სტუდენტებისათვის, რომ გაანალიზონ და გააკეთონ და მოიქცნენ ისე, როგორც მათ სჭირდებათ და არა ვიღაცას. და მე თუგნებავთ აქედან იმითაც ვისარგებლებ და პირობას მივცემ, რომ არც ერთი სტუდენტი არ დაზარალდება ამ შემთხვევით. ყველას ექნება პირობები, რაც ჰქონდა და ექნებათ კიდევ უკეთესი პირობები. მაგრამ ძალიან მთხოვდი, რომ გაუგებრათ, ნუ ჩადგებიან ვინმე სამსახურში. ჩემი სურვილია თქვენც გთხოვოთ, საზოგადოებასაც გთხოვოთ, უმრავლესობასაც თუგნებავთ, რომელიც საკმაოდ პასიურობდა და პოზიციებს არ აფიქსირებდა Facebook-ებზეც კი, ეს მარგველაშვილი საკმაოდ ნაწყენია და ობიექტურად. ვიდრე პოლიტიკოსების სასწავლებლის შესახებ განვითარებულ მოვლენებს აფასებდნენ, სტუდენტები მთელი დღის განმავლობაში შემუშავებულ დოკუმენტებზე, მინისტრთან შეხვედრასა და დაგეგმილ აქციებზე საუბრობდნენ. მათი განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა გუშინდელ შეხვედრაზე ვერც ერთ მათკითხვას პასუხი ვერ გასცა, თუმცა მარგველაშვილთან შეხვედრები მაინც გაგრძელდება. გუშინდელი მინისტრის მცდელობა მოეგვარებინა ეს პრობლემა იყო დაახლოებით ისეთივე პრობლემის მოგვარების მცდელობა, როგორც რა გზებსაც მიმართავდა ედუარდ შევარდნაძე თავის დროზე. გუშინდელი მისი მცდელობა იყო უსუსური აბსოლუტურად. მან ჩვენს ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა. სტუდენტებმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მანიფესტით შეიმუშავეს და მთავრობას აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და მსგავსი პრეცედენტების აღკვეთის თხოვნით მიმართეს. ამასთან როგორც სტუდენტებმა განაცხადეს, აქციები ხვალ განათლების სამინისტროსთან კვლავ განახლდება და ის პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.